აქ მასწავლებელი იჭდა და თვითონ და თავისი ბიჭები შიგნით მეცადინეობდნენ და თვითმფრინავის ფრენა ესწავლა და თითო ფრენაში $1 მილიონ იხდიდა სწავლების. ეს ადგილი ადრე პაბლოს მიერ გამოიყენებოდა როგორც უბრალოდ საცავი, ანუ ფულის საცავი. ეს არის მისი ძმისშვილი ნიკოლასი, რომელიც 93 წელს გაიტაცა კალის კარტელმა და უნდა მოეკლათ. ამ დროს პაბლომ დაურეკა კოლუმბიის პრეზიდენტს და უთხრა, რომ ჩემ ძმისშვილს თუ არ განათავისუფლებთ 4 საათში ამ ზარის შემდეგ, მთელი შენი ოჯახი ამოიხოცებაო და 20 წუთში სახლში იყო ეს ადამიანი და უსაფრთხოების მიზნით პაბლომ გაამგზავრა შვეიცარიაში. ეს არის შვეიცარიაში უკვე იყიდა პორშე სახლი, სათამაშო სპილო. მისი ოჯახი დღეს არის ტრილიონერი და არავინ არ იცის რამდენი ტრილიონი აქვს. ამ მონუმენტს, სადაც პაბლოს სახლი მონაკო იდგა, აქვს ნატყვიარე